ქობულეთელი ბოშები წელს პირველად მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ. ფესტივალის სახელწოდებით ერთი ცისქვეშ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს და ქართველ ახალგაზრდებს შორის კულტურათა და დიალოგს ისახავს მიზნად. ფესტივალის დებულების მიხედვით ქართველი მონაწილეები მსოფლიო ხალხთა შემოქმედებას შეასრულებენ, ხოლო ბოშა ახალგაზრდები ქართულ ფოლკლორს წარმოადგენენ. ფესტივალში მონაწილეობას ქვეყნის მასშტაბით 200-მდე ახალგაზრდა მიიღებს. ღონისძიებას ორგანიზებას შერიგებისა და რეინტეგრაციის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ასევე გაეროს ასოციაცია საქართველოში უწევს. ფესტივალი 23 მაისს ჩატარდება. ღონისძიება ტრადიციულად უკვე მე-6 წელია ყოველ გაზაფხულზე იმართება. პროექტში მონაწილეობენ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლე ახალგაზრდობა და ასევე ქართული მოსწავლე ახალგაზრდობა. პროექტის მიზანი არის, რომ საქართველოში ერთი ცისქვეშ მცხოვრები ეროვნების და მიუხედავად ყველამ ერთმანეთის კულტურას პატევი უნდა ვცეთ, რაც კიდევ ერთხელ წინაპირობაა სიყვარულის, მეგობრობის, მშვიდობის და კეთილდღეობის.